Opa. Darta. Wow. Argi. Magari. Modi პატარა. მოიცა. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ გადაცემა თევზაობის დროს და რა თქმა უნდა მე ისე ვაქვარ. დღეს მოვედით საინტერესო ადგილას როგორც ყოველთვის. ინფორმაცია დაიდო რომ გააქტიურდა გდანში არსებული პატარა, ეგრეთ წოდებული პატარა ტბა, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და შევეცდებით რომ დავიჭიროთ კარჩხანა. ამ ტბას ძალიან ბევრი თევზი ყავს სხვათა შორის, იმიტომ რომ მე აქ მაქვს ესე რომ ვთქვათ, ბავშვობა გატარებული და ძალიან ხშირად მაქვს აქ ნათევზაობები. მახსოვს რომ ძალიან დიდი ზომის კარჩხანებს ვიჭერდით, ასევე აქ არის კობრი და სარკისებური ასევე. ასე თუ ისე ვიცი რომ გაშვებული არის მტაცებელი თევზი, როგორც ქარიყლაპია, ასევე ქორჭილა, თუმცა ჯერჯერობით ისინი არ ჩანან. მაგრამ იმედი მაქვს რომ ზაფხულში გამოჩნდებიან და ფიქრობ უკვე დიდი ზომების უნდა იყვნენ. ახლა ჩვენ გადავიდეთ, აღჭურვილობა რა თქმა უნდა უკვე მომზადებული მაქვს. გადავიდეთ და შევეცადოთ რომ დავიჭიროთ კარჩხანა. თუმცა ერთი ძალიან ცუდი ის არის რომ ამინდი გვიშლის ხელს, ქარი უბერავს, ღამე წვიმდა და არც თუ ისე კარგი ამინდია. ფაქტიურად სივა ხელები მაქვს გაყინული და ტემპერატურული რეჟიმიც მაინც და მაინც არ გვიწყობს ხელს. თუმცა ჩვენ როგორც სპორტსმენი მეთევზეები მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის რომ დავიჭიროთ და რაღაც გარკვეული შედეგი გქონდეს. წავედით ახლა გადავიდეთ, დავსჯდეთ და დავიწყოთ თევზაობა. აქვე როგორც ყოველთვის მინდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტი. რა თქმა უნდა აქაც ყლია ძალიან ბევრი ნაგავი, ბოთლები, ცელოფნები, რაც სამწუხაროა რა, არ შეიძლება რა ესეთ რაღაცების გაკეთება. ყველა გადაცემაში ვამბობ ამ ყველაფერს და კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ რომ არ დაყაროთ ნაგავი და არ დაანაგვიანოთ ჩვენი ლამაზი ბუნება, რომელიც ლამაზი აღარ იქნება ამ საქციელის გაკეთების შემდეგ. დღეს გვექნება პატარა ექსპერიმენტი, მინდა რომ ჩემებურად მოვამზადო დაჭერილი თევზი თუ რა თქმა უნდა დავიჭერთ რაიმეს. დღეს ნიკოლოძე არ ყოფს გადაცემაში, თუმცა მე შევითავსებ მის საქმეს და ვეცდები რომ მოვამზადო დაჭერილი თევზი. უკვე დაყვებილი მაქვს ტერიტორია, წერტილი არჩეული მაქვს და ეს ყველაფერი კადრს მიღმა უკვე გავაკეთე. აქედან გამომდინარე ველოდებით უკვე თევზის ჩართვას. დაჯდა თევზი, შაურა, კარგად ბრძოლობს, ჩვენიერია. კარგი, პატარა, დამნებდი. ჩვენიერი თევზუნია დავიჭირეთ. გამოვედო რაღაცას, თუმცა მაინც მოვახერხეთ თევზი დავიჭირეთ, არაჩვეულებრივი. მოდი პატარა, მოიცა. ჩვენ გვინდა თევზი ამოსაყვანი ბადე. ძალიან კაი ზომაა. არაჩვეულებრივი. დავიჭირეთ. გავიხსენე ესე იგი შეგრძნებები კარჩხანაზე თევზაობის. ძალიან კარგი ზომის არის. შვენიერი ზომაა მეგობრებო. აი ესეთი ძალიან კარგი კარჩხანა, რაჩვეულებრივი, რომელსაც ხარ რა თქმა უნდა გავუშვებთ თევზშესანახ ბადეში. შედგა ჩვენი კულინარიული ესე რომ ვთქვათ ნაწილით, აუცილებლად მოვამზადეთ დაჭერილ თევზს. გავაგზავნოთ აბა თევზაობა და ვნახოთ. კიდევ მინდა რამდენიმე დავიჭირო, იმიტომ რომ მე და ხედავს მოგშვიდა და მინდა მოვამზადოთ ჩემებურად და მივირთოთ გემრიელად. მინდა დაუმტკიცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც კარჩხანა არ უყვარს, მოვამზადებ ისე გემრიელად, რომ ხედოს გაკურებული დარჩება, დარწმუნებული ვარ. აბა გავაგზავნეთ თევზაობა. აღჭურვილობას რაც შეეხება სტანდარტულად იგივე აღჭურვილობა რასაც ვიყენებ ხოლმე ძირითადად უბრალოდ აღარ მოგაწყენთ და აღარ შეგაწყენთ თავს აღჭურვილობის ახსნაში. თავისთავად ტიპ-ტიპის ჯოხით თევზაობ, დაახლოებით 15 მეტრი მაქვს არჩეული დისტანცია და თევზაობ 3 სატყუარით. პირველი მაქვს გამოყენებული აუცილებლად თეთრი ჭია, წითელი ჭია და პურის გული. ოპა, დავიჭირე კიდე ერთი. შვენიერი, მაიცა, კაცო ერთი წამი. მოიცადე. შენ მოგიგორებ ხთებას. მოდი ბიჭო აქ. შვენიურად ბრძოლობს და კარგი ზომები დაჯდა. უკვე მეოთხე თევზია რაც დავიჭირეთ ესეთი ზომის. მოდი პატარა მოდი. ისე ვერ აქტიურობს მაინც როგორც ზაფხულში, რა თქმა უნდა, სეზონზე, იმიტომ რომ
მაინც ცივი ასე თუ ისე წყალი და ესეთი ბრძოლა მაინც არ აქვს, თუმცა ამ ზომის თევზი ბევრად უფრო მაგრად იბრძვის, რამე მინდა აღვნიშნო. ნუ ეს თევზი იქნება დღევანდელი ჩვენი ბოლო თევზი, რადგანაც უკვე დავიძრებით სახლისკენ და აუცილებლად შემოგთავაზებთ კულინარიულ ნაწილს. ეს პატარაზეა გამოდებული. ნუ პატარაზე გამოდებულზე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩანს, მაინც ასე თუ ისე პასიურად იღებს თევზი. თუმცა ალბათ ერთ-ორ კვირაში უკვე მაქსიმალურად გაგვეხსნება სათევზაო სეზონი. ოპა, შვენიერი, არაჩვეულებრივი. მოდით ახლა გადავინაცვლოთ სახლში, გადავინაცვლოთ და უკვე შემოგთავაზებთ კულინარიულ ნაწილს. მოკლედ გადმოვინაცვლეთ ჩვენს პატარა სამზარეულოში, რომელიც ბუნებაში გვაქვს მოწყობილი. დღეს ჩვენ მოვამზადებთ დაჭრილ კარჩხანას. გვინდა რომ შევწვათ ჩვენებურად. ნუ მე რა თქმა უნდა არ გახლავართ კულინარი, თუმცა ჩემი ვერსიას შემოგთავაზებთ. ნუ დაჭრილი თევზი რა თქმა უნდა ყველა მეთევზე უნდა იცოდეს თუ როგორ უნდა მოამზადოს, ელემენტარული მაინც. აქედან გამომდინარე, მოდით დავიწყოთ. აუცილებლად რა თქმა უნდა დაგჭირდება ფქვილი, დაგჭირდება მარილი, ასევე დაგჭირდება ჩვენი ლიმონი, რომელიც ძალიან მაგარ არომატს მისცემს, დარწმუნებული ვარ ჩვენს კარჩხანას და მოდით დავიწყოთ. დავყაროთ ჩვენი მანი. ბევრი არ არის საჭირო და ასევე ფქვილი. ნუ რაღაც 4 თევზი ყავს. შემდეგი, რა თქმა უნდა, მარილი. მარილი აუცილებლად გემოვნებით. მოკლედ, ჩვენი ფქვილი მანისთან ერთად პლუს მარილში მომზადებულია. ეს გადავდოთ ჯერჯერობით გვერდით და შემდეგ აუცილებლად დაგჭირდება რომ თევზი რაც შეიძლება ისე რომ თქვა დავსეროთ. მოდით გაჩვენებთ ახლოდან და გეტყვით თუ რატომ უნდა დავსეროთ. მოგეხსენებათ კარჩხანას ძალიან ბევრი ფხა აქვს და რომ არ შეგვაწუხოს და კარგად შეიბრაწოს აუცილებლად ესე პატარ-პატარებზე აუცილებლად დავსეროთ. უფრო გემრიელი გამოგვივიდეს და არ გაგოჩხიროს ჩვენი ფხები. ისე საკმარისია. ასევე უნდა გავაკეთოთ მეორე მხარეს. რაც უფრო ახლოს გააკეთებთ ამ ყველაფერს, მით უფრო კარგად შეიწვება კარჩხანა და შესაბამისად ფხებიც დაიბრაწება. ვისაც მოგწონთ კარჩხანა გემოთი ზოგადად და გიყვართ როგორც კულინარიულად გამოსაყენებლად, ყველა შეგიძლიათ ლაიქი დაუწეროთ და კომენტარის სახით რა თქმა უნდა დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მოკლედ ახლა გავაკეთებ ანალოგიურს ყველა ჩვენს კარჩხანაზე და მე უკვე გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. დავსერეთ ჩვენი თევზუნიები. ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. აუცილებლად გემოვნებისთვის ვფიქრობ რომ ლიმონი გამოგვადგება და შეგვიძლია მოვასხათ აი ამ დასერილ ადგილებში. უკვე გემრიელია. აუცილებლად უნდა მოვალოთ კარგად რომ მაქსიმალურად დაიღოს ფქვილი ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ გადავატრიალოთ რამდენჯერმე. შეგვიძლია დავდოთ აი ესე. ჩვენი თევზი ამოვლებული არის ფქვილში, შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ გადავიდეთ და დავდგათ ეს ყველაფერი მოვათავსოთ ჩვენს გაცხელებულ ტაფაზე. აბა წავედით. სახლის ქვევი პატარა სათავსო გვაქვს გაკეთებული, ესეთი კულინარიული პატარა ნაწილები გავაკეთოთ ხოლმე, რადგანაც თევზი როგორც მოგეხსენებათ, ასე თუ ისე თავის სუნს ტოვებს და ვფიქრობ სამზარეულოში მაინც და მაინც ასიამოვნო არ არის, იმიტომ რომ ოჯახის წევრებს ყველას არ უყვარს თევზი. შესაბამისად, განცალკევებით ესე მოვამზადებთ ჩვენს კარჩხანას. დავასხათ ჩვენი ზეთი. ჩვენი ტაფა უკვე გახურებულია, შესაბამისად მოგვიწია უკვე რომ დავდგათ ჩვენი თევზუნიები. არაჩვეულებრივია. ძალიან კარგი. აბა ნახოთ რა ეტაპზე არის ჩვენი თევზი. შვენიერია. მე ხშირად არ ვატრიალებ თევზს. ჯერ ვაცდი რომ ერთი მხარე შეიწვეს კარგად და რა თქმა უნდა მე ბოლოს უკვე ამოვატრიალებ და მეორე მხარესაც მოვამზადებთ. მომზადდა ჩვენი კარჩხანა. ორი ცალი გადმოვიღე ჩვენს ტაფაზე. მოდი მე ყველაზე ლამას და გებრას გადავიღებ უკვე. აუცილებლად ტყემალი. ტყემალი ჩვენი მამაპაპური. მე ძალიან მიყვარს შებრაწული კარჩხანა. შესაბამისად ესეთ მდგომარეობაში მოვამზადებ და ახლა გავსინჯავ და ვნახოთ აბა როგორი გემრიელია ეს ყველაფერი. აბა ვნახოთ. გარაჩვეულებრივი გემრიელი. მოდი, ჩვენთვის მამაპაპურად ტყემალში ამოვუსვათ. მეტყვი ახლა.
შემწვარი თევზი, გემრიელად, რომელსაც სიმჟავე დაყვა, ანუ ლიმონი. ლიმონმა ძალიან მაგადი მოქმედა და ერთ წუთი. გავაგრძელებ. თავარია რომ კარჩხანის შემთხვევაში, როდესაც არის თუნდაც პატარა, დიდი ზომის კარჩხანა არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც მას ბევრი ფხა აქვს, აუცილებლად მნიშვნელოვანი არის რომ შევწვათ ძალიან კარგად როის ფხებით შეიწვას და შესაბამისად ჩვენ ყელში არ გაგოჩხნიოს. მოკლედ ამით ნელ-ნელა მინდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ ვფიქრობ გადავალთ უკვე ამ გემრიელობების შეჭმაზე. მინდა რომ დაგემშვიდობოთ, როგორც ყოველთვის გთხოვოთ რომ გააზიაროთ მაქსიმალურად ჩვენი ვიდეოები. აუცილებლად დაწეროთ ლაიქები, დაწეროთ კომენტარები თუ რაიმე გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს გადაცემებთან დაკავშირებით და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ ამ მომწურავი პასუხები გაგცეთ. ახლა კი დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.